იცი რა წესი აქვს? თქვათ მოაქვთ ესეთი ლანგარით ხაშლამა. შორიდანვე არც ერთ ნაჭეს თვალი არ დაადგა, თორე სხვა გადაიღებს და გული დაგწყდება, გაიგე შენ. ან კიდე იქით დადებენ, ცოტა იქით რომ ვერ. მოკლედ შენამდე არ მოვა, რა სანამ აი პირდაპირ არ დაგიდებენ და უკვე რომ შეგიძლია ჩააფრინდე, მანამდე არაფერი არ უნდა მოიმოხო. ან კიდე დანით იქსი უნდა გაუგეთო და უნდა თქვა რომ ეს ჩემი. არა, ეგრე არ გამოვა. მოდი ახლა. აუ, ახლა ღვინოს გავხსნი, ეს ღვინო არის კაცში დამზადებული, ძალიან მაგარი რა. ირმასა და კატოს ვენახი და მარანიო, აწერია. ეს არის ბიოღვინო არ არის, ბიოღვინო არის, როცა საერთოდ არანაირი შხამა არ აქვს დაყოლი და არ არის შეწამული და ეს არის შეწამული კირით და შაბიამანი და აი ეს ნიშანი, მრგვალი ნიშანი რო აქვს ღვინოს, აი ეს ნიშანი. სპეციალური ის არის, რა ქვია, მაგათ ორგანიზაცია აქვს, მთელი წლის განმავლობაში სადაც ღვინო მიდის, ვარგდება და შეწამლა და რამე მონიტორინგის ქვეშანიან უყურებენ ამ ღვინოს, როგორ მზადდება და განიჭებენ იმის უფლებას, რომ აი ესეთი რაღაცა დაუყენო შენ ღვინოს. რა ჭლერო შეჭამო უფრო კაი არის რა. არა, უყურე. ორივეს გავსინჯო. კომბინირებულად უნდა რაღაცა ჩამოვარდა. კომბინირებულად უნდა ჭამო. კომბინირებული თირას ნიშნავს? როცა ხორციც არის და ქონიც არის. და ამის ქონი შენ ღორის ქონი არ გეგონოს. მოკლედ შენ ჭლეთი დაიწყე და მე ნელა-ნელა შეაბარე. მე რო ბავშვი ვიყავი, არც მე არ მიყვარდა ქონია რა. ისე გავხსნათ. ქალბატონი ირმას ან მეღვინო ირმა არის თვითონ. რა. ესენი არ აქვს თვით. დასუნე რა. რა, მომნახი. პური ამას ქვია ლეპაჟი. ღვინოს? არა, უყურე. არის კუპაჟი, კუპაჟი ცირას ნიშნავს. ღვინოებს აყენებენ, მე ერთმანეთში ურევენ, ეგ არის ყურძენი, ანუ არეულ ღვინოებს ქვია კუპაჟი. აი შეიძლება თედა შავია უნდა რაღაცა გამოიყონ და ლეპაჟი არის როცა იკრიფება ერთად, ჩაიყრება ერთად და